მინდა ექსკლუზიურად თქვა ხა ეს ინფორმაცია თქვენს ეთერში. ჩემი აზრით, ყიბულისთვის ეს იქნება ისტორიული რაღაც მოვლენა. ვარჯიშობთ თბილისში, საშინაო შეხვედრას ატარებთ წყალტუბოშიდან გასვლაზე ხართ, თავად სხვა ქალაქში. ჩვენი სურვილია, მოკლედ მოგითხრათ, თბილისში გადმოვიტანოთ თამაშები. ასაცილოა სატირალი უარი იყოს. უმაღლეს ლიგაში გადახვედით და ფული აში გჭირდებათ, მაგას ვერ ხვდები. მაინტერესებს ლადო ბურდულზე. ექნება თუ არა ნდობა შემდეგ თამაშებში. ბევრი ფიქრობს რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო, რაღაც თუნდაც ზეწოლის გამო. საშუალო ანაზღაურება ტყიბულის მეშახტეში ფეხბურთელის. ხალხს გონია რომ თუ უმაღლეს ლიგაში გუნდი გადავიდა, ესე იგი მილიონები გვაქვს. გოლშემატკივარს ვარჩუქეთ დრელი და ჩვენზე გააკეთეს ხუნობები. UEFA-ს წარმომადგენლებიც იგივეს ამბობენ, რომ ჩვენ რა გვინდა გაკვირვებები არიან. რა კეთდება არასწორად. კრიტიკის მიღება ზოგს უჭირს კი. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. შეგახსენებთ, რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და დღეს ჩემი სტუმარია ტყიბულის მეშახტეს ახალი დირექტორი კოტე ქარქაშაძე. მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და წარმატებებს გისურვებთ კარგ საქმეში, ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებთ და მინდა რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს დაწყებული კარგი საქმე. მადლობა დიდი. სანამ უშუალოდ თქვენს საქმიანობაზე და ასე ვთქვათ ახალ პოზიციაზე გადავალთ. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, შეეხება შედეგებს. როდესაც გადმოხვედით საქართველოს უმაღლეს ჩემპიონატში, პირველი 9 შეხვედრა თუ სწორად მახსოვს, ისე კარგი ვერ ვიტყვი, მაგრამ ნორმალური იყო. ერთი წაგება ჰქონდათ რეალურად, ერთი მოგება დანარჩენი ფრე. თუმცა ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ტყიბულის მეშახტეს გულშემატკივრებისთვის მიჯრით ვორცები 6 თუ 7 წაგება გაქვთ. აი თქვენ როგორც დირექტორი, როგორ შეგიძლიათ აუხსნათ გულშემატკივარს, აი რა ხდება დროის განმავლობაში, ესე ვთქვათ, კლუბში და აი მარცხის მიზეზები თუ შეგიძლიათ რომ დაასახელოთ. ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ პირველი წრე შვენივად ჩავატარეთ დებიუტანტის ყვალობაზე განსაკუთრებით. პირველ 9 თამაში მხოლოდ ერთი წაგება გქონდა ქუთაისის ტორპედოსთან, მოვიგეთ გორში, გასვლაზე ძალიან რთული შეხვედრა და დავასრულეთ 7 ფრე. მაგრამ ვფიქრობ ამ 7 ტურში, სადაც ფრე ვითამაშეთ, კიდევ შეგვეძლო რამოდენიმე თამაშის მოგება. რაღაც მიზეზების გამო არ მოხერხდა, მაგრამ პირველ წრეში მოკლედ რო ვთქვა 10 ქულა ავიღეთ, რაც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო ჩვენთვის. მაგრამ შემდეგ დაიწყო რთული პერიოდი, 7 თამაში წავაგეთ ზედიზედ, მაგრამ მაგ 7 თამაშიდაც არ ყოფილა ბოლო ტურს თუ არ ჩავთვლით, სადაც დინამომ დაგვამარცხა დიდი ანგარიშით, თუ არ ჩავთვლით. მე ვფიქრობ, რომ ყველგან თანაბარი ბრძოლა იყო და შეგვეძლო მანდაც ქულების აღება. ბევრი მიზეზი არის, რაც დაიწყო სეზონი სრული შემადგენლობით ჯერ ჩვენ არ გვითამაშია. იყო შეხვედრები, სადაც 6-7 ფეხბურთელი გვაყდა ტრავმის გამო. რაღაც ტრავმების ეპიდემია დაემთხვა, ესე რომ ვთქვათ. რამოდენიმე ტურის განმავლობაში 2 კაცი დაბრუნდებოდა, 2 ფეხბურთელი, 3 ლაზარეთში მიდიოდა და ჩვენაირი გუნდისთვის, რომელსაც 20 ფეხბურთელი ყავს, მაგრამ ძირითადად 15-16 ფეხბურთელზე გადადის თელი სეზონი, მისთვის 7 ფეხბურთელის გამოკლება ძალიან რთული არის. დაგვეთხოვთ ტრავმები, არის კიდევ ფაქტორი, რომ ჩვენ საშინაო თამაშებს მოგეხსენებათ, რომ ტყიბულში ვერ ვთამაშობთ, ვთამაშობთ წყალტუბოში. იქ სავარჯიშო პირობები არ გვაქვს. გვიწევს ვივარჯიშოთ თბილისში და ყოველ 4 დღეში გვიწევს ვიაროთ წყალტუბოში საშინაო თამაშების შესატარებლად. შემდეგ ეთხოვა კიდევ ბათუმში გასვლები და ძალიან რთული პერიოდი გქონდა ეს მაისი. ყოველ მაისში ჩავატარეთ 7 თამაში. 7 თამაშის უგზაში ვიყავით. ამიტომ ამ ყველა ტრავმების ფონზე, ამ გადაღლილობის ფონზე იმოქმედა ამ ყველაფერმა გუნდზე და ესეთი შედეგები დადგა, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია ჯერჯერობით და იმედი გვაქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ მალე ყველაფერი დაალაგდება. ხო, ხა თქვენ ასე წყვებით, ბუნებრივია ძალიან რთულია ერთი თვის განმავლობაში 7 ადგილას თან პირველი ტური გადაგვედო თოვლის გამო. ეგეც შემდეგ ჩაგვინიშნეს. შემდეგ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების გამო კიდევ ტური გადაიდო და ისე მოხდა, რომ მაისის თვეში 7 თამაში ჩავატარეთ. ყოველ 4 დღეში თამაში გქონდა. აი რაც ახლა თქვენ თქვით ამ საკითხთან დაკავშირებით თუ მუშაობთ და ან თუ გაქვთ რამე ასე ვთქვათ ბერკეტი ან დამაიმედებელი რაღაცა რომ აი შეიცვალოს არ მოუწიოს გუნდს სხვა ქალაქში ვარჯიში, სხვა ქალაქში თამაში და ანუ
ვარჯიშობთ თბილისში, საშინაო შეხვედრას ატარებთ წყალტუბოში და გასვლაზე ხართ თავისთავად სხვა ქალაქში, ხო? აი ძალიან რთულია მესმის აბსოლუტურად. ფედერაციას მივმართეთ თხოვნით ჩვენც ქალაქის ხელმძღვანელობამაც და იმედი მაქვს რომ დაგვეხმარება. ჩვენი სურვილია, მოკლედ რო გითხრათ, თბილისში გადმოვიტანოთ თამაშები, რადგან სავარჯიშო პირობები გვაქვს თბილისში. ანუ საშინაო შეხვედრები ჩავატაროთ თბილისში. დამპირდა ფედერაციის წარმომადგენლები დამპირდნენ რომ დაგვეხმარებიან ამ საკითხში. თავიდან იყო წინააღმდეგობები, რადგანაც დასავლეთის გუნდი ვარ თითქოს და რთული იქნება რომ დასავლეთის გუნდმა ითამაშოს თბილისში და არ იქნებოდა თითქოს მიზანშეწონილი, მაგრამ რაღაც კონსტატაციების შემდეგ გულშემატკივრები თანახმა არიან. საკმაოდ მრავალი გულშემატკივარი გვყავს, რომლებიც ყველა თამაშებზე დაყვებიან, ძალიან მაგარი ხალხი არიან და განიცდიან ჩვენს როგორც მოგებას სიხარულით, ისე მარცხს წუხარებით. მათი თანხმობაც მაქვს, რომ თბილისში უნდა ჩავატაროთ მინიმუმ ეს სეზონი საშინაო თამაშები, იმიტომ რომ რთულია, როდესაც მატჩის წინა ვარჯიშსაც კი ვერ ატარებს გუნდი იმ სტადიონზე და იმ ქალაქში, სადაც უნდა ითამაშოს. შესაბამისად, აქ გვაქვს პირობები, რომ ვივარჯიშოთ. კარგ მინდვრებზე გვაქვს ვარჯიშები და თუ თბილისში იქნება საშუალება, ყველასთვის კარგი იქნება და ჩემი აზრით გუნდის თამაშის ხარისხზე და იმოქმედებს ეს ყველაფერი. ხო, აი გულშემატკივარი თქვენ სახსენეთ, მეც უნდა მეკითხა, იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს ჩემპიონატში გულშემატკივარი ჭირს და ყოველთვის ყველა კლუბის, ასე ვთქვათ, თავარი ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ შეინარჩუნოს, ხო, ის ადამიანი, ვინც მოდის ტრიბუნებზე საგულშემატკივრად და ეხლა უცბად ეგ მომივიდა თავში, რომ აი თბილისში რო გადმოიტანოთ საშინაო რამდენად შეძლებენ ჩამოსვლას. თუ ამას კლუბი უზრუნველყოს თუ როგორ მოხდება ყველა თამაშზე გულშემატკივარი ვინც დადის ერთგული გულშემატკივარი დიდი რაოდენობა არ არის, სადღაც 50 ადამიანამდე, რომლებიც ყველა თამაშზე რამოდენიმე წელია უკვე, ყველა თამაშზე დადიან გასვლაზე, სახლში, შარშან ამბროლაურში თამაშობთ, სახლის თამაშებს თუ გახსოვთ და ამბროლაურში ყველა თამაშზე ხურვალი გულშემატკივრობა ქონდა. ეხაც არ გვაკლია გულშემატკივრობა წყალტუბოში 13 ის გულშემატკივარი, მაგრამ წყალტუბოში უფრო მარტივია შედარებით. გუნდისთვის რაც უკეთესია, ისინი შედიან ჩვენს მდგომარეობაში და ხარში გვიდგანან, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინონ ეს ფაქტორები. რაც შეეხება თბილისში ამდენად მოვა გულშემატკივარი, თელავთან პლეი-ოფის გადამწყვეტი შეხვედრა ვითამაშეთ თბილისში. 3000 გულშემატკივარზე მეტი იყო ტყიბულელი და შემიძლია მე კადრების გაჩვენო. აი ფედერაციის წარმომადგენლებიც კი გაყურებულები გვიყურებდნენ. ამდენი გულშემატკივარი პეტრიაშვილის აი ეს თავარი ტრიბუნას უსავსე იყო და აქ თბილისში დამერწმუნეთ უფრო მეტი ადამიანი დადის. ეხა სპაიერთანაც რო გქონდა მიხეილ მესხის სტადიონზე თამაში, უამრავი ტყიბულელი გულშემატკივარი იყო და ტყიბულელი ზოგადად მოქალაქე ძალიან ბევრი ცხოვრობს თბილისში, მოგეხსენებათ რომ რაიონებიდან ბევრი ჩამოდის ტყიბულში გარკვეული მიზეზების გამო და აქ ჩემი აზრით არა თუ ნაკლები უფრო მეტი გულშემატკივარი გვეყოლება ვიდრე სხვა ქალაქში, თუნდაც წყალტუბოში. ძალიან კარგი. გარდა ამისა, მესმის რაც თქვით, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ესე ვთქვათ, საპატიო ეს არის რა, იზესი. არა, ჩვენ თავს არ ვიმართოთ, უბრალოდ აი ამის ფონზე ჩვენ ვამბობთ იმას, რაც არის. გასაგებია, რომ რთულია, კიდევ უფრო მეტად ართულებს სხვა დანარჩენთან პირობებთან ზოგადად რაც არის. ეგ მომენტი, რომ აი სულ გზაში რო ხარ, ყოველთვის რთულია ფეხბურთელისთვის, ხო? მაგრამ აი ამის გარდა თუ არის დღეს რამე ისეთი სხვა დამატებითი პრობლემა კლუბში, რაზეც ასევე მუშაობთ და რაც ასევე უკავშირდება ამ რაღაცა ცუდ პერიოდს. ძირითადად ფეხბურთია და ფეხბურთს თამაშობს ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ხა ისეთი რესურსები, რომ რაღაც ჩამოვიყვანოთ ძალიან ძვირიანი ლეგიონერები და ან თუნდაც ადგილობრივი ქართველი ფეხბურთელებს გადავხადოთ ისეთი ხელფასი, რომ რაღაც ეროვნული ნაკრების დონის ფეხბურთელები ჩამოვიყვანოთ, მაგრამ ჩვენ ვინც ყავს გუნდში, ჩემი აზრით საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, გამოცდილებიც არიან, ლეგიონერებიც კარგ დონეზე ნათამაშები ლეგიონერები ყავს, მაგრამ ზოგს ადაპტაცია გაუჭირდა, ზოგი ფორმაში შევიდა, ზოგი ვერ შევიდა, ზოგი იყო შესული და აი ამ ტრავმების გამო ძალიან ბევრი გაუცდა, აი მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ღურწკაია წინა სანაკრებო შეკრების წინა დღეს ამ ხანაგურ თამაშზე კუნთი დაიზიანა, ერთი თვე გაუცდა და ჩვენ რო გქონდა და მთელ გუნდს რო გქონდა იმედი რომ რაღაც მასზე უნდა დავეყარებინა მთელი სეზონი, რაღაცნაირად ვეღარ შევიდა ფორმაში და დღემდე იმ ძველი ფორმის აღდგენას ცდილობს. ეხლა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში არის შეკრებაზე და მინდა რომ წარმატება უსრულო. და ანუ ეს ფაქტორები მოქმედებს.
შეიძლება არ არიან ისეთ ფორმაში ფეხბურთელები, რასაც ველოდებოდით ჩვენც ხელმძღვანელობაც, საცოლო შტაბიც, ემატება ის წინა ფაქტორები, რაც ვახსენე და მოკლედ ეს ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს და მაგიტომ მოხდა ესეთი შედეგი, მაგრამ ერთადად პოდიშ რო გაწყვეტინებთ, ერთადად მიზეზი შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სწრავლიანობა და ეს გადაადგილება სულ მუდმივი. კი ბატონო, ძირითადი მიზეზი ეგ არის. ნუ ეხლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შესვენებაზე რაღაც გაძლიერება გვჭირდება. ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი სპონსორებისგან საიმედო წინადადებები არის. ყველა ხვდება, როგორც სჭირდება გაძლიერება, ნუ კონკრეტულ პოზიციებზე რამოდენიმე ფეხბურთელი ძირეული ცვლილებები არ იქნება და საკმაოდ საჭირო პროცესი არის ესე რომ ვთქვათ და უნდა გავძლიერდეთ. ანუ ერთ-ერთი პირობა იქნება ჩვენი იმ ფორმაში, კარგ ფორმაში დაბრუნების, რომ რამოდენიმე ფეხბურთელიც უნდა დავიმატოთ. ეს ყველაფერი ეს წინა მიზეზები რა თქმა უნდა გამოვასწოროთ და პლუს ამას რამოდენიმე ფეხბურთელიც უნდა დავიმატოთ. ეს ყველაფერი ჩემი აზრით კომპლექსურად გამოიტანს იმ შედეგს, რასაც ჩვენი გულშემატკივარს და ჩვენც ველოდებით. ეხლა დარწმუნებულად თქვენც თავარ მწვრთნელსაც და ესე ვთქვათ, მენეჯმენტს რაღაც პატარა მონახაზი გექნებათ არსებული რესურსიდან გამომდინარე და ანუ უფრო მეტად ლეგიონერებზე იქნება აქცენტი, თუნდაც შეიძლება 2-3 ფეხბურთელი იყოს თუ უფრო საქართველოს ჩემპიონატიდან მოხდება კონკრეტიკისგან მაინც თავ შევიკავებ, ეხლა მოგეხსენებათ ერთ თვეში დაახლოებით გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა და ყველაფერს ნახავს, მაგრამ საკმაოდ კარგ ფეხბურთელებთან გვაქვს მოლაპარაკებები. არის ლეგიონერიც, არის ადგილობრივი ქართველი ფეხბურთელებიც. ნახოთ რა გამოვა, წინასწარ ჯერ შეთანხმებული არაფერი არ აქვს, მუშაობთ ამ საკითხზე, მწვრთნელთან შეთანხმებით და როცა გამოვა და უფრო კონკრეტული პასუხები გვეცოდინება, მე უფრო მარტივი იქნება რაღაცების თქმა. ეხლა უბრალოდ კონკრეტული პასუხი არ მაქვს მაგას. ახსენეთ თქვენ თავად სპონსორები და ქართული საკლუბო ფეხბურთის და ქართული კლუბების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ფინანსები. აი გულშემატკი არ შეიძლება ვინც ახსენეთ, ვინც დაყვებათ ხშირად ეს მანაწილმა იცოდეს, მაგრამ აი თბილისში ვინც დადის მაგალითად 1500-3000 გულშემატკივარი, აი მათთვის რო განვარტოთ, როგორ არსებობს ტყიბულის მეშახტე დღეს, ანუ რა შემოსავლები გაქვს საქართველოში, ხო? სულ ამას ვიმეორებ, იმიტომ რომ ეგ არის ან კლუბები არსებობენ, ან ფონდის ფულით, ანუ ასე ვთქვათ, ტრანსფერებიდან მიღებული თანხით, ან რაღაცა სპონსორით, მაგრამ ეს სპონსორი ზოგადად ნაკლებად ყველაზე დაბალი პროცენტი სპონსორობას კი. ნამდვილად დაგეთახმებით. თქვენთან როგორ არის? ძირითადი შემოსავლის წყარო, ესე ვთქვათ, კლუბი. გეტყვით. ეხლა რომ დავიწყოთ, თუნდაც გასული სეზონი, ძალიან შორიდან რო არ დავიწყოთ და გასული სეზონიდან დავიწყოთ. ჩვენ რა ბიუჯეტითაც გადმოვედით. ქონდა გუნდებს ორმაგი, რომლებმაც არათუ გადმოსვლა, არამედ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაც ვერ შეძლეს. იყო რაღაც ეგეთი პრეცედენტები, არა მარტო გასულ სეზონში, რამოდენიმე წლების წინაც. ძალიან მცირე ბიუჯეტით გადმოვედით, მაგრამ ჩემი აზრით სწორმა მენეჯმენტმა მოიტანა და ერთიანობამ, რა თქმა უნდა, ბიჭების ფეხბურთელების კვალიფიკაციამ და ერთიანობამ მოიტანა ეს შედეგი, რომ ჩვენ გადმოვედით უმაღლეს ლიგაში. გადმოვედით უმაღლეს ლიგაში და რა თქმა უნდა, აქ მოთხოვნილებები და დონე, ყველაფრის დონე სხვა არის, რაც რა თქმა უნდა, ყველაფერი მიდის ფინანსებთან. თუ შარშან თამაშობდით ხელოვნურ საფარიან მოედანზე და ვარჩევთ ხელოვნურ საფარიან მოედანზე, წელს უკვე აკრძალულია იცით ეროვნულ ლიგაში ხელოვნურ გვინდა ბუნებრივი საფარიანი მოედანი, რაც უფრო ძვირი ღირს რო იქირაო, რო ივარჯიშო ბუნებრივი საფარიან მოედანზე ბევრად ძვირი ღირს. ყველაფერი ფინანსების ზრდასთან არის დაკავშირებული. ჩვენ რაც ქონდა გეგმა, იმ მინიმუმი გეგმით მივდივართ, მაგრამ კიდევ ბევრი არის საჭირო და უკვე მუშაობთ მაგ საკითხზე. ჩვენი ძირითადი სპონსორი არის ერთი კარგი ტყიბულელი ადამიანი, გივი კუბლაშვილი, რომელიც მესამე წელია გვიდგას გვერდით, სულ ხადაჭერას თავის რესურსებიდან გამომდინარე გვიცხადებს და თავარი სპონსორი, როდი რო ვთქვათ, არის ეგ ადამიანი. თავისი კომპანიით გვეხმარება. ასევე რამოდენიმე მცირე კომპანია არის, რომლებიც რაღაც გარკვეულ თანხებს სპონსორობის სახით გვაძლევენ. ხანდახან ხუმრობთ ხოლმე, რომ ავსტრიის ჩემპიონატის გუნდს გავართ, იმდენი სპონსორი გვაქვს მაისურზე დატანილი. ეს ყველაფერი არის მეგობრები, ახლობლები და რაღაც
ჩვენი რესურსებით მოძიებული კომპანიები რო ვთქვათ, რომ ვიღაც აი უმაღლეს ლიგაში გადმოვედით და ტყიბული პირველად ისტორიაში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს და ვიღაცამ ინიციატივა გამოიჩინა, რომ მოდი თქვენი სპონსორი გავხდებით, ესე არ ყოფილა. რაც შეეხება ეხა რომ ჩვენ გაძლიერება გვჭირდება ვახსენეთ და ამ გაძლიერებასაც რა თქმა უნდა რესურსები ჭირდება, უკვე დავიწყეთ რესურსების მოძიება. საბედნიეროდ გამოჩნდა ორი ისეთი ადამიანი, რომელმაც გვერდით დგომა გამოგვიცხადა, გვარების და სახელებისგან თავ შევიკავებ, გვერდით დგომა და ხარდაჭერის სურვილი გამოგვიცხადა და რაც ჩვენთვის პირველ რიგში мотиваცია არის უდიდესი და მხოლოდ სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს და უკვე კონკრეტულ დახმარებაზედაც და გვერდით დგომაზედაც არის საუბარი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი გუნდისთვის. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტყიბულელი ხალხისთვის და ტყიბულელებისთვის მინდა ექსკლუზიურად თქვა ხა ეს ინფორმაცია თქვენს ეთერში, რომ წლების შემდეგ განახდა მოლაპარაკებები საქნახშირთან. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია არა მარტო ტყიბულში, არამედ საქართველოში და მოგეხსენებათ ლოგიკურია, რომ ტყიბულის მეშახტე და ტყიბულის შახტა რაღაც კოლაბორაციაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან და ჩემი აზრით გამომითქვა იმ ხალხმა ხელმძღვანელობამ ხარდაჭერის და გვერდით დგომის პირობა და მე ვფიქრობ რაღაც გამოვა. შემდეგ კვირაში უკვე საქმეა შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული და ჩემი აზრით ტყიბულისთვის ეს იქნება ისტორიული რაღაც მოვლენა, იმიტომ რომ რაღაც მიზეზების და გამო, გარკვეული მიზეზების და გამო შახტა აღარ თანამშრომლობდა ტყიბულის მეშახტესთან. ამასთანავე კიდე რამოდენიმე ტყიბულ ბიზნესმენთანაც მოლაპარაკებები შეხვედრები ვაქვს, ყველა გამოთქვამს სურვილს და იმედია რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება. რაც შეეხება თუ ძალიან არ გამეგზავნება სპონსორებზე საუბარი, ერთ საინტერესო ცოტა ქართულ ხალხ ფინანსები ყველაზე მეტად აინტერესებს. ცოტა სასაცილო რაღაცას მოგიყვებით. ეხლა წინა კვირაში ერთ-ერთ კარგ ადამიანს ბიზნესმენს დაურეკე, აუხსენი ვინავა როგორ ვარ, ძალიან გაეხარდა და შევხვდეთო და ეხლა რა თქმა უნდა ტყიბულის მეშახტის დირექტორი რო გირეკავს ბიზნესმენ კაცს ხვდები ხო რაზედაც არის საუბარი და მე კი ხვდები რაზედაც მირეკავ, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გადახვედით და ფული აში გჭირდებათ მაგას ვერ ხვდები. ანუ ხალხს გონია რომ თუ უმაღლეს ლიგაში გუნდი გადავიდა, ესე იგი მილიონები გვაქვს. არა და ეხლა რო გადავედით უმაღლეს ლიგაში, ეხლა გჭირდება ყველაზე მეტად ხარდაჭერა და მე რო უხსნით ყველას ამ კონკრეტულ ჩათვალე ვისთანაც ვიდივართ ყველასთან 13 წლიანი ისტორია თუ რა გაიარა ამ გუნდმა ამის მოყოლა გჭირდება ხოლმე, მაგრამ როცა უყვებით ამას ყველა ენთუზიაზმით და აღთოვანებით გვისმენს ხოლმე და შემდეგ საბოლოოდ რაღაც შედეგები გამოაქვს და მე არ მეზარება მაგების მოყოლა და თუ გამოვა და საქმე გაკეთდება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ეგ სამწუხარო ფაქტია, ეხლა ბოლოს სასაცილო. კი, ნამდვილად მეც გამეცინა, მაგრამ ეხლა უნდა შევხვდე სხვათა შორის. სასაცილოა სატირალი უარი იყოს. ეგრე არის, ხალხს გონია რომ უმაღლეს ლიგაში გადავედით და მილიონები გვაქვს და არა და ეგრე არ არის. კი, ან ბევრ ხელმძღვანელს უთქვამს, რომ აი სულ ეკითხები, რომ აი მიზეს ან ყველა ხო ცდილობს, ბუნებრივია როგორც ახლა თქვენ ყველა კლუბის წარმომადგენელი ცდილობს კომპანიებთან დაკავშირებას და დამატებითი სპონსორების მოძიებას და ზოგი არც ხვდება, არც უსმენს, ზოგს რაღაცა სრულ დაპირებები, რომ აი და რაღაცა კი არა, რამოდენიმე რომელსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს პირდაპირ თქვა, რომ არ აინტერესებს ფეხბურთი და არ აინტერესებს ფეხბურთში ფული ჩადება, არა და ჩვენ ახლა რა თქმა უნდა არ მივდივართ ესე რენდომ ესე ვთქვათ ჭყალებში პოტენციურ სპონსორებს მივდივართ, ვიც რაღაცა ტყიბულთან აკავშირებს, ან მეშახტესთან აკავშირებს და სადაც უფრო მეტი შანსია. მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ ეს არ კეთდება რაღაც ფეხბურთისთვის და არ კეთდება მხოლოდ კონკრეტული ფეხბურთელებისთვის, ან კონკრეტული გუნდეს კეთდება ქალაქისთვის, ტყიბულისთვის და უნდა გავერთიანდეთ ჩემი აზრით, ვისაც ტყიბული ადარდებს და ვისაც ტყიბულის მეშახტეზე გული შეტკივა, ის ხალხი თუ გაერთიანდება, მე დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. ხო, თან ტყიბულის უფრო მეტად ეხლა რას თქვენ თქვით, ვისაც ტყიბულთან უფრო კავშირი აქვს, მით უფრო მე რო ვიყო ბიზნესმენი და კონტეს ტყიბულთან კავშირი, აუცილებლად მე მომგონდა, იმიტომ რომ გულშემატკივარიც ასე ვთქვათ, კარგად ყავთ სოციალურ ქსელშიც აქტიურება, ანუ ეს არის კარგი შანსია იმისთვის, რომ ყველაფერს ვაკეთებთ რა. კარგი პლატფორმა არის ჩვენთვის, რომ გუნდისთვისაც კარგი რაღაც გააკეთო, ქალაქისთვისაც კარგად გააკეთო და შენი სახელიც დაიმკვიდრო, რა თქმა უნდა. ანუ თუ აკეთებ ცხოვრებაში რაღაც, ხო რაღაცისთვის უნდა გააკეთო, ანუ ან ქველმოქმედება, ან რაღაც, მაგრამ ჩემი აზრით ქველმოქმედებაც არის, ქალაქის დახმარებაც არის და პრესტიჟიც არის რა. ხო, ეხლა გისურვებთ, რომ ამასთან ყველაფერს დაიმატოს კარგი შედეგებიც და უფრო მეტად გაგიმარტივდებათ ესე რომ. აი თუ გაერთიანდება ყველა ამ იდეის მიმართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგებიც იქნება.
ხო, ან ფინანსები ქართულ საკლუბო ფეხბურთში არა მარტო ყველგან ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში ფეხბურთში ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია და მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში. აი თქვენი აზრით, რაც გავანებოთ მე შეხდეს თავი, ზოგადად რო ვისაუბროთ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე, იგივე პრობლემა აქვს ყველა კლუბს, ხო, საქართველოში, ერთიორის გამოკლებით, ხო, რამდენიმეს გამოკლებით. აი თუნდაც მეორე ლიგაც რო ავიღოთ, ხო, ზოგადად რო შევაფასოთ. ყველას აქვს ეგ პრობლემა, რომ აი მედიან სპონსორებთან რას თქვენ თქვით, რომ არ ინტერესდებიან, ან პირდაპირ ამბობენ, რომ არ გვაინტერესებს, ასე შემდეგ. არა ფეხბურთი გვიყვარს ზოგადად ქართველებს. თან ეხა ის ბოლო პერიოდში ხო აი კვარაცხელიას ეფექტის შემდეგ კიდევ უფრო განსაკუთრებით ინტერესი გაჩნდა ფეხბურთის მიმართ, ყველა ნებისმიერი ასაკის თუ პროფესიის ადამიანი ინტერესდება. მაგრამ ფულს მაინც არ დებენ. მე პირადად ერთ-ერთ მიზეზად მიმაჩნია ამის ის, რომ არ არის დასწრება დიდი. თქვენ როგორ უყურებთ, ეს არის თავარი მიზეზი თუ აი რატო არ ინტერესდებიან ბიზნესები ქართული საკლუბო ფეხბურთით? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქმედებს, რომ დასწრება ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი წარმატებული პროექტების გულშემატკივრობას არის მიჩვეული. გახსოვთ, რამოდენიმე წელს წინ ნაკრების თამაშებზე სტადიონებიც არ ივსებოდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გავედით და კვარა გახდა კვარა და ბილეთებზე რიგები არის და ნამდვილ გულშემატკივრები, ვისაც მართლა ფეხბურთი უყვარს, ისინი ბილეთების გარეშეც რჩებიან ხოლმე. რაღაცნაირად არის ეს, რომ წარმატებულ პროექტებს უფრო უჭერენ ქართველები მხარს. მაგრამ მარტო მაგაზედაც ვერ ვიტყოდი რა. ანუ ფედერაციაც პირდაპირ ვიტყვი, რომ მუშაობს. კლუბებიც მუშაობენ, რომ ჩვენი ჩემპიონატი უფრო საინტერესო გახდეს. მაგრამ აი ეს თვითონ სპონსორები პირადად ბიზნესად აღიქვამენ, ანუ ყველა ჩადებულ ინვესტიციას, ყველა ბიზნესმენი უყურებს ბიზნესის კუთხით. დღესდღეობით ქართული ფეხბურთი არ არის ბიზნესი, სამწუხაროდ არ არის ბიზნესი, არ იყიდება ტრანსლაციები, ბილეთები მიზერო 5 ლარი ღირს და ზოგი 5 ლარსაც არ იხდის, იმიტომ რომ ურჩევნია ტელევიზორში უყუროს და YouTube-ზე უყუროს, ვიდრე 5 ლარი გადაიხადოს. კომერციული კუთხე გვაკლია ქართულ ფეხბურთში ჩემი აზრით. მიდის აქტიური მუშაობა მაგაზე, აი თუნდაც გუშინაც ჰქონდა შეხვედრა, UEFA-ს წარმომადგენლები ხშირად ჩამოდიან, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ხვდებიან კლუბების წარმომადგენლებს და ხელმძღვანელებს. მიდის მუშაობა. ჩემი აზრით უნდა გახდეს კომერციული უფრო ქართული ფეხბურთი. მეტად ბიზნესის კუთხით უნდა შეხედოს ბიზნესმენებს და დაინტერესებაც იქნება. თუ ტრანსლაციიდან კლუბი ფინანსებს მიიღებს, თუ ბილეთების გაყიდვიდან ფინანსებს მიიღებს, თუ ფანშოპის, ეხა ფანშოპიდან შეიძლება ბევრი ვერაფერი, მაგრამ ყველაფერი კომპლექსურად შემდეგ რაღაც შედეგს გამოიღებს. თან წარმატებაც გჭირდება რა. ჩემი აზრით, ერთი ქართული კლუბიც რო გავიდეს ევროპულ რიგებზე, სულ სხვანაირი რეალობა დადგება და სხვანაირად შემოტრიალდება ეს ბიზნესიც და დაინტერესებული ხალხის ქართული ფეხბურთის მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ეს ყველაფერი მოხდება და წლების შემდეგ უკვე 22 წელი გავიდა და დრო არის უკვე რომ გავიდეთ ევროპულ რიგებზე რა. წარმატება გჭირდება რა. წარმატებული როცა გახდება საკლუბო ფეხბურთი, გულშემატკივარიც იქნება. ბიზნესურადაც უფრო საინტერესო გახდება და კარგი იქნება რა. სასიამოვნო საყურებელიც იქნება მაგრამ. აი მესმის და გეთანხმებით აბსოლუტურად. აი არსებული რესურსით დღეს რაც თქვენ გაქვთ ღმერთმა არქნას. მაგრამ აი არ ვიტყვი მაინც. მოკლედ. თუ დავქვეითით. არა, თქვენზე არ ვამბობს, რომ ევროტურნირებზე მაქვს ლაპარაკი. რაიხარ რაც ვკითხო, რომ ევროტურნირები მოიტანს წარმატებას გულშემატკივრად ასე. დაუშვათ ვამბობ, ისე სამწუხაროდ არ გაგვიმართლა. და დავრჩით იგივე მდგომარეობაში. შესაბამისად ფინანსებიც იგივე, ყველაფერი იგივე რეალობაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, აი ეს გულშემატკივარი, ასე ვთქვათ, დამატებით მოიწიოთ, ანუ ბოლო პერიოდში არის ხო ზოგი კლუბი გათამაშებას აკეთებს, ზოგი რაღაცა სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს ასე შემდეგ. აი თქვენ ტყიბულის მეშახტე, აი რა სპირდება გულშემატკივარს, დამატებით რაღაცა мотиваცია მიეცეთ და მოვიდნენ. კი მე თუ მკითხავ ფეხბურთს თუ გიყვარს და გულშემატკივრო ყველაფრის გარეშე უნდა მიხვიდე მაგაშიც ასე ვთქვათ თავხდებით დარწმუნებული იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ყველა და მაგრამ მაინც ხო რაღაცა წახალისება გულშემატკივარს ყოველთვის შეიძლება თუ გაქვთ ამია
ამ მიმართულებით რაიმე პროექტი. შეეხება გულშემატკივრების მოყვანას ჩვენ საშინაო თამაშებზე კიდევ დავბრუნდები, რომ რთულია წყალდობოში ტყეულელი გულშემატკივარი რაღაცნაირად დააინტერესო და მიიყვანო. ჩვენ ყველანაირი პირობას უკეთებთ ერთგული გულშემატკივრებისთვის ეს ელემენტარული ტრანსპორტი, გადაადგილება რაღაცა პრობლემა არ არის, რომ რამდენი ადამიანის საჭირო იქნება იმდენისთვის გამოიყოფა ტრანსპორტი, გათამაშებებსაც ფიქრობთ, იმიტომ რომ მართლა კარგი სპონსორები გვყავს, შეიძლება იმდენი თანხას ვერ გვაძლევენ, რაც ჩვენ გვჭირდება, მაგრამ კარგი პროდუქცია აქვს ჩვენს სპონსორებს. გათამაშება გვინდა, გავაკეთოთ, დავგეგმოთ ისეთი კარგი, რომ თან სისტემატიური სახე მიეცეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი არის Ronix და რამოდენიმე წლის წინ Ronix-მა თავის პროდუქცია გადმოგცადა. Ronix-ი აწარმოებს ხელსაწყოებს, რაღაც ტრეილერს, რაღაცებს და გავაკეთეთ გათამაშება, გულშემატკივრებს ვარჩუქეთ ტრეილი და თელმა Facebook-მა და თელმა სოციალურ ქსელებმა ჩვენზე გააკეთეს ხუნობები, მაგრამ ეხა ამ ბოლოს ვინც გაგვაშარჟა ესე რომ ვთქვათ, ის ბიჭი იუთუბერია, ყავდა თამაში მოწვეული, ჩვენი მაიკაც ვაჩუქეთ და აუხსენით რომ Ronix-ი ჩვენი სპონსორია და რასაც გჩუქნის Ronix-ი, იმას ვჩუქნით. ეხლა მაგალითად არის ერთი ჩაის კომპანია ბუეთი, რომელიც იდეალურ ჩაის ჩემი აზრით საქართველოს საუკეთესო ჩაის აჩუქებს. შეიძლება არ არის ჩაი ფეხბურთთან დაკავშირებული, მაგრამ ესეთ გემრიელ ჩაის რო ვაჩუქებ გულშემატკივრებს, ეს არ უნდა იყოს სასაცილო მგონი. ხო, უბრალოდ გულშემატკივარი ერთ-ერთი ფეხბურთთან ვერ დაიჭირა კავშირი და არა უშავს მეც ვერ ხედავ ხოლმე ზოგი ფეხბურთთან დაკავშირებული თუნდაც იუთუბერის ან ჟურნალისტის კავშირს ფეხბურთთან, მაგრამ ჩვენ არ ხუმრობთ მაგ საკითხზე, ამიტომ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ჩემი აზრით ესაა საბოლოოდ. გასაგებია. ფედერაცია ახსენეთ და მინდა გკითხოთ განსაკუთრებით ფინანსებზე რომ ვლაპარაკობთ ამ ჭრილშიც, ფონდიც, რამდენად სწორად იხარჯება თქვენი აზრით ფონდის ფული, იმიტომ რომ მასზე სასართა სხვადასხვაობა, ბევრი ამბობს რომ თავის დროზე კარგი იყო და ეხლა შეიძლება მეორე ლიგაში ბევრ კლუბს ეხმარება, ასე ვთქვათ სეზონის ბოლომდე თავის გატანაში, მაგრამ ბევრი თვლის რომ შესაძლებელია, არ უნდა იყოს რაღაც დაფინანსების წესები, მოკლედ აღარ არის ის პირობები დამაკმაყოფილებელი, როგორც ახლა ფუნქციონირებს, ესე რომ ვთქვათ, იხარჯება ფონდის ფული. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ფონდთან დაკავშირებით და ასევე მაინტერესებს ფედერაციასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ კრიტიკა ფედერაციის მიმართაც დიდია და თქვენი აზრით თუ არის რამე ისეთი დამატებით, რაც შეუძლია გაკეთოს ფედერაციას და თქვათ რა შეუძლია რომ გაკეთოს. დავიწყოთ ფონდიდან. ჩემი აზრით ფონდი ახსენეთ თქვენ რომ მეორე და მესამე ლიგებში ბევრ კლუბს ეხმარება. პირველ ლიგაში, ეროვნულ ლიგა 1-ში ფონდის დაფინანსება ჩათვალეთ არის მიზერი და რაღაც ზოგიერთი კლუბისთვის ერთი თვის სახელმწიფო ბიუჯეტი არის. არ არის საკმარისი, მაგრამ უმაღლესი ლიგა როცა უკვე გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენი გუნდი იმდენად კარგად წარმოაჩინო, რომ სპონსორი დააინტერესო და მოიძიო და შესაბამისად სხვა ფინანსები გააკეთო. მოდი თქვათ, რომ ფონდი არის პირველი უმაღლესი ლიგისთვის მიზერული დაფინანსებაა ფონდისთვის რა, მაგრამ მეორე ლიგაში მეორე ლიგასაც შეეხება და მესამე ლიგას დიდი ხანი იყო ტყეულის მეშახტე მესამე ლიგაში და კარგად ვიცი რა სიტუაცია არის. მესამე ლიგის გუნდებისთვის თუ არ გამოყოთ, ეხა გამოჩნდა რამოდენიმე კარგი გუნდი, რომელმაც კარგი სპონსორი მოიძინა, თუნდაც მესამე ლიგაში და მეორე ლიგაში, გუნდებს თუ არ ჩავთვლით, უმრავლესი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ეს ფონდის დაფინანსება. 80% არიან დამოკიდებული ამ ფონდის ფულზე. ეგ რო არ იყოს, ჩემი აზრით, რაიონებში ფეხბურთი არ არსება. წლების განმავლობაში ტყეულის მეშახტე მესამე ლიგაში ფონდის ფულზე იყო დამოკიდებული და ეგ ფული რო არ ყოფილიყო, იყო ადრე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსება, თუნდაც აი საკნახშირის დაფინანსება, მაგრამ მაშინდელი ხელფასები და ეხანდელი ხელფასები თუნდაც მესამე ლიგაში რო შეადარო 3-4 ჯერ განსხვავდება რაოდენობით. ანუ მეორე და მესამე ლიგისთვის ფონდი გამართლებულია. მეორე ლიგაშიდაც თუ ოდნავ რაღაცას დაამატებ, შეინარჩუნებ ადგილს და თუ ჩვენაირი მაგარი გუნდი ხარ, შეიძლება გადმოხვიდე კიდევაც უმაღლეს ლიგაში. იქ საჭირო არის მეორე და მესამე ლიგაში. რაც შეეხება უმაღლეს ლიგას და პირველ, ეროვნულ ლიგა 1-ს, მხოლოდ ფონდის ფულზე დამოკიდებულება ძალიან რთული არის და წარმოუდგენელია, როდი ესე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ თქვენც ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ უმაღლეს ლიგაში შეიცვალოს დაფინანსების
კი, მაგრამ რამოდენიმე მოსაზრება არის და მაგაზე ჩამოყალიბება საჭირო არის, იმიტომ რომ ეხა თუ დაუშვა ჩემპიონი გუნდი მიიღებს 10 მილიონს დამატებით, იმას ისედაც 20 მილიონი რო აქვს დაფინანსება და კიდე 10 მილიონს მიიღებს და მე გავალ მე-7-ზე და მივიღებ 700.000 დაუშვათ. როდის უნდა დავეწიო? ისედაც 10 ჯერ მეტი აქვს ჩემზე და როდის უნდა დავეწიო? ისე რომ ანუ საპრიზო ადგილების მიხედვით დაფინანსება შეიცვალოს, მაგას არ ვეთანხმები. მაგრამ რაღაც შეიძლება სტრუქტურა ისეთი მოიფიქროს, რომ ყველა გუნდი კმაყოფილი იყოს. თუნდაც მოგებებზე რომ პრემიერული თანხები ირიცხება, ეგ მაგას ვფიქრობ, რომ კარგი არის და мотиваცია არის ყველა გუნდისათვის. ფედერაციასაც შეეხება, მართლა აქტიურ რეჟიმში არიან ჩვენთან. უშუალო კომუნიკაცია გვაქვს ფედერაციის წარმომადგენლებთან, აკეთებენ ეს ხალხი აკეთებს მართლა ყველაფერს და მეც ვეთანხმები მათი მოსაზრებაში, რომ სადაც არის ახლა ქართული საკლუბო ფეხბურთი რეიტინგით, ვართ 52-53 ადგილზე, მან ყოფნას არ ვისახურებთ, იმიტომ რომ თუნდაც ანდორა და თუნდაც ლუქსემბურგი არ ამგონია ჩვენ ლატვია ჩვენზე მეტი იყოს თუნდაც კლუბების დონით, თუნდაც ინფრასტრუქტურით, იმიტომ რომ უმაღლესი ლიგის თამაშები ხედავთ, რომ ყველა კარგ მინდორზე ტარდება, ყველას კარგი გასახდელია, კარგი სტადიონი აქვს, პირობა ყველას აქვს და არ ამგონია, რომ ეს გუნდები, რომლებიც რეიტინგში ჩვენზე წინ არიან, მართლა ეგრე გჯობდნენ, მაგრამ ჩვენი გამოსასწორებელია ისევ და გუნდებიც ყველაფერს აკეთებენ და აკეთებს ასევე ფედერაციაც. ანუ არის კი, ანუ ეხა რეიტინგზე როგორ გითხრათ, ერთ-ერთი კლუბის მეშვეურმა განაცხადა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ UEFA-ს წარმომადგენლებს უთხრა, რომ კი მართალია არის ანდორა ჩვენზე წინ, ლიხტენშტეინი, სან-მარინო, რაღაც მაკედონია, მაგრამ გავდივართ ევროპულ ტურნირებზე და ხვდებით ან კვიპროს, ან ყაზახეთს, რომლებიც არიან მე-15 ადგილზე და ჩემპიონთა ლიგაზე გადიან, ჩვენ რო შევხვდეთ დაუშვათ თუნდაც ანდორის გუნდს და თუნდაც სან-მარინოს გუნდს და ან ლიხტენშტეინის გუნდს, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენი ეტაპზედაც რა უნდა შევხვდეთ, 90%-ით გადავლახავთ და არ ხვდებით, არ გვიმართლებს. ეგეც არის, რომ არ გვიმართლებს. ხა ერთი ეტაპიც რო ჩემპიონთა ლიგაზე გადავლახოთ, უკვე შათვალეს 3 შანსიდან ერთი უნდა გამოიყენო, რომ მე გახვიდე თუნდაც კონფერენციის ლიგაზე. ეგრევე შეხვდა შარშან ისა რა ქვია, შვედური მალმო, რომელიც ძალიან დიდი გუნდი არის და იმედია წელს გაგვიმართლებს და კაი რეიტინგსაც გამოვასწორებთ და დონესაც. ეს წარმომადგენლები, რო უთხრა UEFA-ს წარმომადგენლები, UEFA-ს წარმომადგენლებიც იგივეს ამბობენ, რომ ჩვენ რა გვინდა გაკვირვებები არიან, ჩვენი საფეხბურთო ისტორია გუნდების ისტორია, თუნდაც 10 წლის წინ რა გუნდებს ვეთამაშებოდით, იყო ბრიუგე, შტურმ-გრაცი, რომელსაც თანასწორად ვეთამაშებოდით და აეკის ათენი და ძალიან მაგარი გუნდები ყავს გამოგდებული და არის დღეს ის მდგომარეობა, რომ აქ არ უნდა ვიყოთ, ყველა ვთანხმდებით ამაზე, UEFA-ც, ფედერაციაც, ჩვენს კლუბებიც, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, რაღაცას ჩვენ ვაკლებთ ალბათ კლუბები, რაღაცას არ გვიმართლებს და საბოლოო ჯამში ესეთ შედეგი მივიღეთ, მაგრამ უკვე დრო არის რომ გამოვასწოროთ და იმედი მაქვს წლევანდელი წელი იქნება გამოსწორების საწყისი. ძალიან კარგი. აქვე უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, გულშემატკივრისთვის ყველას შეძლებს დაგვარას პასუხობ, მაგრამ ამකაც ვიტყვი ფედერაციაზე რომ ასე ვთქვათ მოვიწვიო ფედერაციის წარმომადგენელი, შეთავაზება რა თქმა უნდა გაკეთებული მაქვს დიდი ხანია და ველოდებით ვართ მოლოდინის რეჟიმში, ასე რომ როიცოდეთ ყველა, იმიტომ რომ საცითაოდ მიწევს ხოლმე ყველასთვის ან კომენტარში ან ყველა პოდკასტის დადების შემდეგ მიკავშირდებიან გულშემატკივრები და აინტერესებს ფედერაციის პოზიციას და მოსაზრებას. კარგით, ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა, მე გულშემატკივარს ვთხოვ ხოლმე, რომ დასვან შეკითხვა, დაუსვან სტუმარს, ოღონ არ იციან კონკრეტულად ვინ იქნება, უბრალოდ იციან ბავშვად ამ შემთხვევაში იცოდნენ, რომ იქნებოდა მეშახტეს წარმომადგენელი. წაგიკითხავთ მათ კითხვებს. მაგრამ მოდი მანამდე ასევე კიდევ გვაქვს გათამაშება. თქვენ გთხოვთ, რომ ჩვენს მაყურებელს დაუსვათ შეკითხვა საქართველოს ჩემპიონატიდან, ნებისმიერი სირთულის და პირველ ადგილზე ვინც ყველაზე სწრაფად და პირველი უპასუხებს თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, პირველი ადამიანი მიიღებს მეშახტეს საგულშემატკივრო შარფს, ბურთს და კიდევ ორი ადამიანი, ვინც ესე ვთქვათ, მეორე მესამე ადგილზე იყვნენ, ისინი სიმბოლურად გადაეცემათ ბურთი. რადგანაც მეშახტეზე იყო დღეს საუბარი, მეშახტესთან დაკავშირებულ კითხვას დავსვამ, ვისი სახელობის არის ტყიბულის მეშახტის ცენტრალური სტადიონი.
ვინც გაცემს ამაზე იყო პირველი პასუხს და იმსახურა ჩვენი შარფი და რადგან სტადიონი ვახსენეთ, გეტყვით რომ წლევანდელი წლიდან იწყება რეკონსტრუქცია და სულ მალე 2-3 წელში ძალიან მაგარი სტადიონი იქნება ტყიბულის მეშახტეს UEFA-ს მესამე კატეგორიის მრავალბიუჯეტიანი სტადიონი, რომელშიც ჩადებულია დიდი თანხები, რომ რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს და მალე ტყიბულის მეშახტე ჯერ არ არის დაწყებული. პროექტი სრულდება აგვისტო-სექტემბრის თვეში და ეგრევე დაიწყება სამუშაოები და მალე ითამაშებს ტყიბულის მეშახტე ტყიბულში. ძალიან კარგი. იმედია რომ მალე მოხდება და პროცესში არ გაიწელება და მალე დაბრუნდებით ეს ნამდვილად საშინაო კედლებში. ხო, მოდი ამ კითხვას წავიკითხავ. მეც მაინტერესებდა, მაგრამ მე არ დავსვი შეგნებულად, იმიტომ რომ ვიცი სავარაუდო პასუხი, უბრალოდ თქვენი პასუხი. და მაგრამ მაინც წავიკითხავ. გოგა არშილავა გვეკითხება, რატომ შეიცვალა გუნდის პრეზიდენტი, იყო თუ არა ზეწოლა, აქამდე მოიყვანა გუნდი და საკმაოდ საეჭვოდ ჩანს გარედან. კი, იყო თუ არა ზეწოლაო და ბევრი ფიქრობს რაღაც პოლიტიკური მიზეზების გამო, რაღაც თუნდაც ზეწოლის გამო ან რაღაც ეგეთი გაურკვეველი მიზეზების გამო შეიცვალა. უბრალოდ ამ პიროვნებამ, რომელმაც მართლა ძალიან ბევრი გააკეთა ტყიბულის მეშახტესთვის და მისი დამსახურება პირდაპირ ვიტყვი, რომ ტყიბულის მეშახტე დღეს უმაღლეს ლიგაში არის, მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები, რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და თავისთვის ესე იყო მოკლედ ვთქვათ საჭირო გამომიცხადა მენდობა და მე ვცდილობ რომ ყველანაირად ისე გავაგრძელო მუშაობა რა მენეჯმენტის და რა სტრუქტურაც ამ გუნდში ლევან ჯაფარიძემ და დანერგა ესე ვთქვათ და მისი დამსახურება ნამდვილად რომ დღეს არანაირი გარე მიზეზები აქ არ არსებობს, პირადი გადაწყვეტილება და პირადი მიზეზები იყო მხოლოდ პრეზიდენტის დატოვების, პოსტის დატოვების. ხო, მე იმიტომ არ გკითხეთ, რომ ის პირად გადაწყვეტილებაზე ცოტა რთულია სხვა ისაუბროს. უბრალოდ ერთს გკითხავთ, თუ აქვს რამე კონტაქტი ან კავშირი დღესდღეობით კლუბთან. უშუალოდ გუნდში არა პროცედურებში აღარ არის საერთოდ ჩამოშორებული არის. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მიცხადებს დობას და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის და ჩვენი გულშემატკივარია, ცდილობს ხოლმე თამაშებზე იაროს და გულშემატკივარს და უშუალოდ პროცესებში უკვე აღარ არის ჩართული. მაინტერესებს ლადო ბურდულზე. ამ ხელა საქმე გააკეთა, მესამე ლიგიდან უმაღლეს გუნდში დააწინაურა და ექნება თუ არა ნდობა შემდეგ თამაშებში, ჩემი აზრით ღირსია ეს ადამიანი, სადაც ამდენს მიაღწევინა მეშახტეს და უფასდეს შრომა. სეზონის ბოლომდე და დატოვოთ მადლობა თუ მომკითხვას დასვოთ და ბოლოს ვიზიარებ ჯაბადვალის გარდაცვალებასო, ახალი ასე ვთქვათ, სამცხარო ამბავი ეს და ვიზიარებ საფეხბურთო სამყაროს ძალიან მაგარი ფეხბურთელის და ძალიან მაგარი პიროვნების გარდაცვალებას ყველას გული დაწყდა ესეთი ადამიანი. რაც შეეხება ლადო ბურდულს, ჩვენ და ლადო ბურდული უკვე მე-4 სეზონია ერთად მუშაობთ. მან გადმოიყვანა გუნდი ჯერ მესამე და მეორე ლიგაში და მეორედან ეხა უკვე უმაღლეს ლიგაში და ისტორია დაწერა ტყიბულისთვის. ლადოს მოქმედი კონტრაქტი აქვს ჩვენთან, ეგრეთ რო არ იყოს, არავინ არ განეხილავს ლადო ბურდულის გაშვებას. მესმის რომ ცოტა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ სრული ნდობა აქვს მას გამოცხადებული და ჩვენ გვჯერა ლადოსი და მე პირადად და გულშემატკივრებს იმედი აქვს და ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ლადო ბურდული ამ ყველაფრის გამოსწორება შეძლებს, იმიტომ რომ კვალიფიციური მწვრთნელი არის, დაუშვათ არ განიხილება არანაირად, მაგრამ რო გაუშვა უკეთესი ხომ უნდა მოიყვანო და ჩემი აზრით ბევრი უკეთესი მწვრთნელი არ არსებობს. თუ არსებობს, ეგეც საკითხავია ჩემი აზრით, იმიტომ რომ შეიძლება მეკერძოებული ვარ ეხლა, მაგრამ აწყობილი გვაქვს ეს მუშაობის სისტემა, მოგწონს ერთად მუშაობა და კი არაა შედეგები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამოსწორდება ყველაფერი და ლადო შესწევს მაგის ძალა. ამიტომ ლადო ბურდული სეზონის ბოლომდე და მე უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ლადოზე და ჩვენზე როგორ მოგვესურება ორივე მხარეს. ლადო ბურდული მეშახტეში რჩება. ძალიან კარგი და მე ყოველთვის მივესალმები ნებისმიერ შემთხვევაში, რომ აი როდესაც ესე წარმატებას მიაღწევს და მით უმეტეს დაწინაურდება და ბოლომდე რაც გემითაც მოვიდა, რაღაცა იმ გემით და იმ სტაფმა უნდა გააგრძელოს ბოლომდე თქვენი თქმის არ იყოს, მაშინ თუ რაღაცა გააძლიერებ, მაშინ უნდა ძალიან დიდი სხვაობა უნდა იყოს, მაგრამ მწვრთნელი მაინც ვფიქრობ, რომ უნდა
და შეინარჩუნოს ყველა კლუბმა. არა, უკვე ფეხბურთელებიც მიჩვეული არიან ლადოსთან მუშაობას, იციან როგორც ვიცი იდეალურად მეგობრობს პირდაპირ მეგობრობს. ანუ ლადო არის პირდაპირ ადამიანი, არ უყარს რაღაცების გვერდიდან რაღაცების თქმა ან ესე ვთქვათ ჭყალებს შეპარება. ასაც ფიქრობს ამბობს. ეს არის მიზეზი, ესე თუ მოხდება, გამოვასწორებ, თუ ვერ მოხდება, ყველაფერს ვეცდები რომ გამოვასწორო. გულშემატკივრებიც უგებენ ამ ყველაფერში, ჩვენ სამუშაო პროცესში არანაირი დაბრკოლება არ აქვს და ვიცი, მუშაობთ ჩვეულებრივად ვაგზავნებთ მუშაობას. ერთ-ერთი რაც გვაკლია ახლა შედეგები არის და მალე გამოვასწორებთ მაგასაც. ძალიან კარგი. შემდეგი შეკითხვა. ნიკა თორტია გვეკითხება. ამ წელს თუ ერთი გუნდი მაინც გავიდა ევროპის ჯგუფში, ამით რა შეიცვლება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის, სპონსორები როგორ უნდა მოიზიდონ გუნდებმა და ბიზნესმენები როგორ უნდა მოიზიდონ. მეტნაკლებად ვიგვაპარაკეთ ამ ნაწილზე, უბრალოდ აი უფრო მეტად თუ შეგიძლიათ რო გითხრათ, თუნდაც ფინანსურად რა სიკეთის მოტანა შეუძლია ჯგუფში შესვლას რომელიმე ქართული თუნდაც ერთი კლუბს. ანუ თუ ერთი კლუბი მაინც გავიდა, როგორც ვისაუბრეთ, ეს თლიანი ქართული ფეხბურთისთვის, საკლუბო ფეხბურთისთვის იქნება გარდამტეხი მომენტი ჩემი აზრით. ყველა კლუბისთვის იქნება უკვე დაინტერესებული პიროვნება გამოჩნდება კონკრეტული ან ბიზნეს ჯგუფი ან ბიზნესმენი, რომ ქართულ ფეხბურთში უკვე შედარებით მეტი ფული ჩადოს და თუ ეს პროცესი გაგრძელდა და სისტემატიურად ჩვენ ევროპაზე ვითამაშით, ევროპის ჩემზე ვითამაშით ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ, ეს ყველა კლუბისთვის კარგი იქნება და რაც რომელი კლუბის გავა, იმისთვის იქნება ალბათ რაც აქვს ბიუჯეტი, რამოდენიმე იმაზე მეტ ფულს აიღებენ, ვიდრე იმიტომ რომ არის თუ მაგალითად კონფერენციის ლიგაზე მაინც ჯგუფი შევიდა, 6-7 მილიონი ევრო არის ჩათვალე გარანტირებული თანხა და ერთმანეთს ბევრი გავიდეთ და რაც უფრო მეტად ფინანსურად გაძლიერდება ჩვენი კლუბები და ჩვენი ჩემპიონატი, მით უფრო ყველასთვის კარგი იქნება ეს. ნამდვილად და ერთი კითხვა მაქვს კიდევ, რაც ახლა თქვი ფინანსებზე საუბრის დროს ქართულ ხალხს და ქართულ მაყურებელს აინტერესებს ძალიან ეს ფინანსური მდგომარეობა კლუბების, იმიტომ რომ ასწრთა სხვადასხვა ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება ზოგადად ნებისმიერ ქართულ ასე ვთქვათ კლუბზე და განსაკუთრებით ინტერესი აქვთ ხელფასებთან დაკავშირებით. აი თუ შეგიძლიათ ყველას ვეკითხები საშუალო ანაზღაურება ტყიბულის მეშახტეში ფეხბურთელის. კი, საშუალო ანაზღაურება ჩემი აზრით არა გვაქვს დიდი ხელფასები პირდაპირ კითხვით, მაგრამ გვაქვს საცდავარია სტაბილურობა. რაც წლები ერთად ვინც მოდის ჩვენთან ერთად ფეხბურთელებმაც იციან რომ ერთი დღეს კი არ დაგვიანებულა არც ხელფასი არც თუ რაღაც ბონუსიას დაპირებული ყავით ყველაფერი აღებული აქვს ჩვენს კლუბში არის სტაბილურობა მაგრამ არ არის ესე რომ ვთქვათ დიდი ხელფასები არ არის დასამალი რა ვიცი 5-6000 ლარი არის ყველაზე საშუალო არა თუნდაც 6000 ლარი არის ჩვენ გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი ისე რომ ვთქვათ ყველაზე მაშინ ყველაზე დაბალიც ყველაზე დაბალი ახალგაზრდებს აქვთ ეხა და არ არის საჭირო მაგის თქვა, იმიტომ რომ მალე მაგათ უფრო ბევრად მეტი ექნებათ და მერე რო ექნებათ მეტი, მერე ვიტყვი ადრე რა ვთქვათ. კი ბატონო. ხო, უბრალოდ ინტერესი აქვს ხალხს და მეც ამის გამო ასე ვთქვათ თან რაღაცა ის შედარება მაგრამ შემიძლია რომ გითხრათ ერთი ფაქტი რომ ჩვენი მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტი ფეხბურთელებზე რაც არის თვიური იმაზე ბევრად მეტი აქვს ერთ კლუბს ერთი კლუბის ერთ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში. ამით ყველაფერი ნათქვამია მგონი. ჩვენ მაინც გავაკეთებ ჩვენ გასაკეთებელს მცირე რესურსებითაც კი. ეს არის კითხვა პასუხი იმ კითხვაზე, რაში ჭირდება უმაღლესი ლიგის გუნდს ფული, აი ერთ-ერთმა პიროვნებამ რომ მითხრათ, რაში ჭირდებათ ფული უმაღლესი. აი ამაში ჭირდება რომ თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტი გავაზრდოთ და ესეთი ფეხბურთელები მოვიყვანოთ, ვინც მეტ ანაზღაურებას ეთხოვენ დაუშვათ. აი ამ ჩამოთვლილი საკითხების და პრობლემების გარდა თლიან საქართველოს ჩემპიონატს გასაგებია არ გვიმართლებს, არ გვაქვს კლუბებს არ აქვთ ფინანსები, არ ინტერესდებიან ასე ვთქვათ ბიზნესის წარმომადგენლები და პირობითად როგორც წეგან თქვი ღმერთმა არქნას, მაგრამ არაფერი განსხვავება არ იყო, არ შეიცვალა ევროტურნირებს.
აი შემდეგი წელიც ესეთი აი რა შეიძლება კიდე რომ გაკეთდეს ზოგადად არა მხოლოდ ტყიბულის შესახებ აი ყველას ერთად რა შეუძლია რომ გაკეთდეს პირველ რიგში უკვე აი თუნდაც ეს ბოლო პერიოდი ალბათ ხუჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე მოდის ძალიან მაგარი ახალგაზრდა თაობა. ყველა სტადიონზე, უბნის სტადიონზედაც კი საფეხბურთო სკოლა არის გახსნილი. რამოდენიმე წელს ეს ბავშვები, ანუ 1000-ობით ბავშვი თამაშობს ფეხბურთს. 6 წლიდან, 5 წლიდან ფეხბურთზე დადიან ბავშვები. ეს ბავშვები როცა გაიზრდებიან და ძალიან მაგარი ბავშვები არიან, ბევრი ასაკობრივი ჯგუფებში და ჩვენთანაც გუნდშიც ორი ესეთი მაგარი ახალგაზრდა ბავშვი ყავს. ნაკრების კანდიდატები, პოტენციური წევრები ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიზრდებიან და იმ შედეგს მოიტანენ, რა შედეგი ჩვენ გვინდა. ტყიბულშიც გვაქვს აკადემია, 7 ასაკობრივი გუნდი ყავს. აი ბავშვთა ფეხბურთის მინდა და მეკითხა თქვენი ასე ვთქვათ დამოკიდებულებაც ყოველს კარგი აქვს საბედნიეროდ უბრალოდ აი რა გეგმები გაქვთ მაგნემატური. ტყიბულში 170 ბავშვი ვარჯიშობს. ყველას რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილია ტურნირებზე თამაშით, გზავრობით, კვებით, ფორმებით, ეკიპირებით. რაც შარშან მქონდა ბრენდირებული ეკიპირება დიდ გუნდს, ყველა ბავშვს ისეთი ბრენდირებული ეკიპირება აქვს ტყიბულში. მწვრთნელების გადამზადებას გუნდი უზრუნველყოფს, ლიცენზიების აღებას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვთა ფეხბურთს ხელი შევუწყოთ. ეხლა სტადიონი ვახსენეთ და სტადიონი კეთდება ტყიბულში და სტადიონთან ერთად კეთდება საფეხბურთო ცენტრი, რომელიც ჩემი აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის 170 ბავშვი, რომელიც ვარჯიშობს, იმას უნდა გაუკეთოთ ისეთი პირობა, რომ კარგ მინდორზე ივარჯიშოს, კარგ გასახდელში გამოიცვალოს და კვალიფიციური მწვრთნელი ყავდეს. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ჩემი აზრით ეს ახალგაზრდა თაობა, ეს ბავშვები, რომლებიც უკვე სხვანაირად უყურებენ ამ ფეხბურთს და რომლებიც მართლა გულით არიან დაინტერესებულნი, ეს ბავშვები შედეგს მოიტანენ. ამასთან ერთად ეხა უახლოეს წლებში რაც გაკეთდება, ახალი სტადიონები შენდება რამოდენიმე ქალაქში, ერთ-ერთი ჩვენიც არის. ეს ახალი სტადიონები, რა თქმა უნდა, შედეგს მოიტანს, რაღაც განსხვავებას შექმნის, იმიტომ რომ სად კარგ განათებაზე, კარგ ტრიბუნაზე, კარგ მინორზე რო თამაშობ და გულშემატკივარისთვისაც უფრო საინტერესოა სტადიონზე მისვლა და ფეხბურთელისთვისაც უფრო ენთუზიაზმი არის, რომ უფრო გულით და თავდადებით ითამაშოს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში რაღაც განსხვავებას მოგვიტანს და მალე უკვე უკეთესობისკენ წავა ჩვენი ქართული ფეხბურთი. დრო არის უკვე ამაზე უკან ვეღარ წამოვალთ და ყველა მუშაობს თუ წინ წავიდით და ასაც გულით აკეთებ, ჩემი აზრით გამოგვივა რა. თქვენი ეს რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ საკლუბო ფეხბურთში ესეთი ხალხის მოყვანა, ჩამოყვანა თუნდაც აი მაგალითად რა ვიყოთ თემურ კეცბაიან, იმიტომ რომ ამ მიმართულებით რაღაცა დამატებითი ინტერესი გაჩნდა ისეთი გულშემატკივრის მხრიდან, რომელიც შეიძლება საერთოდ გულშემატკივრობდა დინამო თბილისს, მაგრამ რაღაცა პიროვნების მიმართ ინტერესი გაჩნდა, შემდეგ კლუბის მიმართ და თამაშებზე სიარული დაიწყო. იქ რაღაცა პირობით ქუთაისის რო ვიყოთ არაბიძის დაბრუნებამ კიდე რაღაცა ის აი რამდენად აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა კლუბებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქო, შეიძლება ესე ვერ თქვა, მაგრამ დიდი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, თუნდაც დინამო თბილისის თამაშებზე 1000 კაცამდეც არ დადიოდა და ეხა ტორპედოსთან თამაში რო ქონდათ 7000 ადამიანი იყო მაყურებელი მისული თამაში. რა თქმა უნდა მოქმედებს ეხა თემურ კეცბაიაც ავტორიტეტი არის ქართული ფეხბურთისთვის, თუნდაც გიორგი არაბიძის თამაშიც ყოფილი ნაკრების წევრი არის, ყველას უყვარს და ნაკრების ფეხბურთელებიც აი ვინც ჩამოსულა და ჩამულენ ინტერესს იწვევენ ხოლმე რა, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მაყურებელს უყვარს წარმატებული ადამიანები, წარმატებული გუნდები. უცხოელი ფეხბურთელებიც აი ყავდა ადრე რამოდენიმე გუნდ ჩამოყვანილი და იწვევს ეს უცხოელი ფეხბურთელებიც რაღაც ინტერესს. აი ხუჩა კვარაცხელია რო დაბრუნდა ბათუმში რამოდენიმე თვით 20000 ადამიანი იყო დინამო ბათუმის და დინამო თბილისის თამაშზე და რა თქმა უნდა ფაქტია რომ მოქმედეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქო ეგრე ვერ ვიტყვი, მაგრამ როლს თამაშობს. და ბოლოს ესე გითხავთ ესე თქვენი აზრით რა კეთდება არასწორად? სად? ზოგადად საქართველოს საკლუბო ფეხბურთში. არ გითხავთ კონკრეტულ კლუბზე ან ზოგადად. ზოგადად გაგცემთ მაშინ მეც პასუხს, რომ ცოტას ყველა სფერო, ყველა სტრუქტურის ადამიანი აკლებს რაღაცას. ცოტას ალბათ კლუბი აკლებს, ცოტას ალბათ ფედერაციას, ცოტას ალბათ
გუნდის ხელმძღვანელები, ცოტას ფეხბურთელები და საერთო ჯამში ერთად არის ჩვენი გამოსასწორებელი ეს ყველაფერი. ანუ კონკრეტულად არავის ბრალი არ არის ეს მდგომარეობა. ყველას ბრალი არის ცოტ-ცოტა. და ჩემი აზრით ყველას გამოსასწორებელია და უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ იმსახურებს ქართული გულშემატკივარი რომ ეს უკეთესი ფეხბურთი გქონდეს საქართველოში. ერთსაც კითხავთ, რადგან ეს კითხვა დავსვი, ზუსტად არ გამიგოთ, უბრალოდ გულშემატკივარსაც რაღაცა ინტერესებს ხოლმე ხელმძღვანელების მხრიდან. აი თქვენ რას თვლით, რამე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა დროა, რაც ასე ვთქვათ, ამ პოსტზე ხართ, გაგვქვთ რამე ისეთი, რომ გინდათ რომ გააკეთოთ, ან ვერ აკეთებთ, ან გიფიქრიათ, რომ ესე გამეკეთებინა, აი რამე ესეთი ამ მოკლე პერიოდში ყოფილა, იმიტომ რომ რატო ვამბობ ამას? ხელმძღვანელებს როდესაც უსმენენ, გულშემატკივარ როდესაც ხელმძღვანელს უსმენს, ხო, ძირითადად ხელმძღვანელი ლაპარაკობს კარგ რაღაცებზე, ხო, და კარგ დაპირებებს იძლევა, მაგრამ მე გულშემატკივარს უჩნდება ხოლმე თქვენზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ თქვენი შეფასება ამ კუთხით ცოტა რთულია, იმიტომ რომ რამდენიმე თვია, ხო, რაც ესე ვთქვათ ხელმძღვანელი ხართ, მაგრამ აი უჩნდებათ, რომ ისე ყველაფერი კარგად არის, მაშინ რატო ვართ ამ მდგომარეობაში და ამიტომ მაინტერესებს ზოგადად ხელმძღვანელის პოზიციიდან დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეხლა უშიცნომო ადამიანი არსებობს. ალბათ მეც უშვებ რაღაც შეცდომებს. თავარია გამოსწორებელი სისტემა არ უნდა დავუშვათ და არ უნდა გადავდგეთ ის ნაბიჯი, რაც ძალიან დააზარალებს კლუბს ან თუნდაც ქართულ ფეხბურთს ზოგადად. ვცდილობთ, რომ ჩვენ პირადად ვცდილობთ სწორად ვიმუშაოთ, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, თუნდაც გუნდთან დამოკიდებულებაში, გულშემატკივრთან დამოკიდებულებაში ერთადერთი რაც არის, რომ არ მიყვარს ტყუილი დაპირებები, რაც ისი საშუალებაც არის და რაც რეალობა არის, ვეუბნები ყველას იმას, გულშემატკივრსაც მაგას ვეუბნები, ფეხბურთელსაც, მწვრთნელსაც და ყველა ვისიც დაინტერესებულია ჩვენი გუნდით. ვცდილობ, რომ სწორად ვიმუშაო, თუ გამომდის, ძალიან ბედნიერი ვარ, თუ არ გამომდის და რაღაც შეცდომებს უშვებ, პრობლემა არ არის, ყველასგან მივიღებ ამას და ვეცდები გავითვალისწინო. ხო, აი ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს მე კი კონკრეტულზე არ ვამბობ, მაგრამ გულშემატკივრის დამოკიდებულება არის ესეთი, რომ აი თუნდაც აი ასე ვთქვით, სრულ დაპირებებს იძლევა ეს ერთი, შემდეგ აი შენიშვნის მიღება კი არა, ანუ არ კრიტიკის მიღება ზოგს უჭირს. კრიტიკის მიღება უჭირს ზოგს და არა, მე გულშემატკივრებთანაც მეც უშუალოდ დამოკიდებულ მეგობრობ ძალიან ბევრთან და წლებია ყველას ვიცნობ და არ არის ეგ ჩემთვის პრობლემა არ არის და უბრალოდ შორიდან ვინც უყურებს ამ ყველაფერს და ამ პროცესებს შორიდან მარტივი ჩანს, რომ უმაღლესი ლიგის გუნდია და უნდა მაგის მართვას ან რაღაც ყველგან ანუ არა მარტო ჩემ კლუბში ყველა დამეთანხმება ყველა გუნდის ხელმძღვანელი რომ ძალიან რთული პროცესი არის გუნდის ესე მართვა და ყოველდღიურად რაღაც ახალ პრობლემებს აწყდები, მაგრამ ვინც გაუძლებს და გაუკლავდება ამ პრობლემებს, ის მიაღწევს შედეგს და ჩვენ მზად ვართ ამ შედეგის მისაღწევად და ამ პრობლემის გასამკლავებლად. წარმატებებს გისურვებთ. ყველა საკითხში ასეც ვისაუბრეთ სპონსორების ნაწილშიც და ასე თქვა სატურნირო ცხრილშიც და იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდებით უახლოეს პერიოდში და უკვე უფრო სხვა მიზნებით და ასე თქვა უფრო მეტი წარმატებით იქნებით თქვენი გულშემატკივრის წინაშე. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა იმედია და ძალიან კარგი პროექტი გაქვთ, წარმატებებს გისურვებთ და თქვენს ბევრი სპონსორი, ბევრი საინტერესო სტუმარი და სპონსორი არა მარტო ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ქართულ YouTube-შიც ეს არის. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ ყველა მხრივ თქვენს. სასიამოვნო.